მოგესალმებით. დღეს გასწავლით IP ტელეფონის ინსტალაციას. პირველ რიგში Cisco-ზე უნდა გავწეროთ პორტი, ამ შემთხვევაში მე-13 პორტი მაქვს გაწერილი. შევართოთ IP ტელეფონი და ამოგვიგდებს ავტომატურად IP-ს. შემდეგი IP არის, რომელიც უნდა ჩავწეროთ ჩვენს ბრაუზერში. 10.127.200.104. Default username და paroli არის admin. მე შევცვალე წეღან, ამიტომ შევიყვან ჩემს parolს. ყოველი შემთხვევისთვის მოდი დავარესეტოთ ჩვენი ტელეფონი და თავიდან დავიწყოთ უკვე მისი გამართვა. ამ შემთხვევაში შევდივართ factory reset-ში, დავაჭერთ, ავირჩიოთ OK-ს და ტელეფონი გადაიტვირთება ავტომატურად თავისით. დავიცადოთ ცოტა ხანი, სადამ ჩაიტვირთება და დაგიბრუნდებით ვიდეოს გაგრძელებით. როგორც ხედავთ, უკვე ჩაიტვირთა ჩვენი ტელეფონი. დავიცადოთ ცოტა ხანი, აიღოს IP, რომელიც აქ დაეწერება. როგორც ხედავთ, ნიშანი გამოჩნდა, გადავდივართ IP-ში. იგივე IP აიღო და დავინაცვლოთ ჩვენს ბრაუზერში, დავარეფრეშოთ. ჩავწეროთ default-ად admin, parolში admin. დავლოგინდეთ. პროგრამა ავტომატურად მოგთხოვს parolis ცვლილებას. შეგვყავს მიმდინარე paroli, ხოლო შემდეგ შეგვყავს სასურველი paroli. დავაჭიროთ saves და შეინახა. შემდეგ გადავდივართ maintenance, შემდეგ upgrade and provisioning. დავლა ჩამოვსკროლავთ და ავირჩევთ configs, ავირჩევთ HTTP-ს, ამას წავშლით. გადავალთ პროგრამა 3CX-ში, სადაც გვაქვს იუზერები. ავირჩიოთ კონკრეტული შრისი გამართვაც გვინდა. გადავალთ phone provisioning. შემდეგ დაბლა ჩამოვსკროლავთ და ავირჩიოთ აი ამ links. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ აი ესე დააკოპიროთ. გადავალთ ჩვეულებრივ შემდეგ ჩვენს config-ში, ჩავაკოპირებთ. Save and apply და შემდეგ გადავალთ save-ით, გავგზავნით ტელეფონზე provisioning-ს. Config გაიგზავნა, loading configuration completed დაგვიწერა. ცოტა ხანს დავიცდით, გადაიტვირთება ტელეფონი თავისით. არაფერს არ დავაჭერთ, არც გამოვაერთეთ არაფერი და სულ რაღაც რამოდენიმე წუთში ჩაირთვება ჩვენი IP ტელეფონი. ჩვენ მანამდე შეგვიძლია დავხუროთ ჩვენი მენიუ. აქ არაფერს არ ვეხებით, უბრალოდ დავხუროთ. ამასობაში ჩაიტვირთა ჩვენი ტელეფონი, დავიცადოთ 2 წუთი კიდევ, აიღოს IP. როგორც წესი, აქ უნდა აინთოს შეტყობინების ნიშანი, როდესაც ჩართულია. აი ეს ნიშანი გახლავთ.
და ჩვენი ტელეფონი გააქტიურებული. სულ ეს იყო მეგობრებო, ისი ჩვენებას მინდოდა. მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეო გაკვეთილამდე. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა სახელად TechSpot.